ესეთი შემთხვევა, როცა ადამიანი ლაპარაკობს და წინასწარ ხედავს და გრძნობს, რომ ლაპარაკობს არა სიმართლეს, არამედ სიყალბეს და ვისაც ელაპარაკება, ისაც ხედავს, რომ ის არ არის სიმართლე, მაგრამ თქმა არ შეუძლია, იმიტომ რომ შემკრობილია შიშისაგან. აი ჩვენ ესეთი რთული პერიოდი გვიდგას ოქტომბრის თვეში უნდა ყველა გავიდეს პარლამენტის ასარჩევად და თავისი ხმა უნდა მისცეს. და დგება ისეთი დრო, როცა ადამიანი ადამიანს შეიძლება შეურაცხყოფაც კი მიაყენოს. დგება ისეთი დრო, როცა ტალახი უნდა შეასხან ერთმანეთს. და მე თქვენდამი დიდი პატივისცემით მინდა ვთხოვო ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, რომ არავითარ შემთხვევაში შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ ერთმანეთს. მე ვთხოვ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, რომ არ უნდა უთხრათ ერთმანეთს, არ უნდა გაბედოთ, არ უნდა იკადროთ ისეთი სიტყვების თქმა, რომლისაგან მე შეგრცხვება შენვე. თქვენ შეგიძლიათ ბევრი ლაპარაკოთ თქვენს პროგრამაზე, თქვენს კონცეფციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტალახი არ უნდა შევასხათ ჩვენ ერთმანეთს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი და საქართველო არის მაღალი კულტურის ქვეყანა და ჩვენ ვისწრაფით დემოკრატიისაკენ. ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ ღმერთი მოგმადლებს მშვიდობას, სოფელს მიმადლებს მშვიდობას და სულთა ჩვენთა დიდ საწყალობას. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ აღსრულდეს ნება ღვთისა. მე მინდა თქვა, რომ ეკლესია, ჩვენი ეკლესია არის ჩვენი დედა. როგორც დედას არ ემეტება ცუდი არც ერთი შვილისთვის, ისევე საქართველოს ეკლესიას არ ემეტება ცუდი რომელიმე ხალისათვის ან რომელიმე ადამიანისათვის. ჩვენ ძალიან ხშირად გვსაყვედურებენ იმაზე, რომ
თქვენ რატომ გახართ ერთ მხარეს ან მეორე მხარეს ჩვენ არც ერთ მხარეს არ დგავართ ჩვენი ერის მხარეს დგავართ ჩვენი ერი ის დემოკრატია თუ რესპუბლიკელია თუ ავაზაკია თუ მკვლელია ყველანი ჩვენი შვილებია და ჩვენ ყველას უნდა დავეხმაროთ ასეთია მისია ასეთია დანიშნულება ეკლესიისა ღმერთმა დაგვეცოთ ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ყველას გონება საღი ღია გული ღია და მოსიყვარულე ჩვენთან არის ღმერთი დღეს აი გუშინ იყო პეტრე პავლობა და მე პატარა სიტყვა უთხარი ჩვენს მორწმუნე ხალხს ჩვენ ცხოვრობთ ძალიან რთულ დროს ამ 3 თვის შემდეგ გველოდება ჩვენ არჩევნები პარლამენტის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ტალახი არ მესროლოთ ერთმანეთს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ არ უთხრათ ისეთი სიტყვა რომელიც დამცირებს ადამიანს რომელიც იქნება ისეთი მძიმე მომავლისთვის რომ გაუჭირდება სახეში შეხედვა და მე ვფიქრობ რომ ჩვენი პრეზიდენტი ამას ყველაფერს გააკეთებს ეს არის ისეთი რამ თუ ადამიანი ამ დროს თავს შეიკავებს აი ესეთი განკითხვისათვის დამცირებისაგან და სხვა შეურაცხყოფელი სიტყვებისაგან თუ ადამიანი შეიკავებს ამ თავს ამისგან თავს ის ადამიანი ბედნიერია და ღმერთი იმასთან იქნება მე იმედი მაქვს რომ ჩვენ დავძლევთ ჩვენს ბუნებებს ჩვენს თავს ჩვენს უარყოფით თვისებებს და მშვიდობით შევხვდებით ამ არჩევნებს და მშვიდობით განვითარდება წავა ჩვენი სამშობლო ღმერთმა დაახლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ ჩვენ მოხარული ვართ რომ დღეს ბატონი პრეზიდენტი ჩვენთან ბრძანდება მე მინდა შევეხო ერთ ძალიან ტკივნეულ საკითხს რომელიც აწუხებს ჩვენს ერს ეს არის დამოკიდებულება ადამიანთა შორის და დამოკიდებულება პარტიათა შორის ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ყოველი ქართველი ადამიანის უკან არის სამშობლო
და ისეთი არაფერი არ უნდა დაუშვოთ, რომ ეუნოს სამშობლოს. აი წარსულ კვირას მე გადაგების დროს ვახსენე, რომ არ უნდა შევასხათ ერთმანეთს ტალახი. და ეხლა ჩვენ მოგდის უარესი ამბავი. ესვრიან ქვებსა, ერთმანეთს ესვრიან ქვებსა, ქართველი ქართველს ესვრის ქვებსა და შეიძლება თავში მოარტყას და იქვე მოკლას. აი ეს არის ძმობა და ეს არის მეგობრობა. ეს არის დამახასიათებელი დაბალი სულისა, სულდაბლებისა და მე მინდა მივმართო ყველას პოზიციას, ოპოზიციას თუ პარტიის წევრებს თუ რიგითი ადამიანებს არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გააკეთოთ. ეს არის სირცხვილი თქვენი და სირცხვილი ქართველი ერისა. არავითარ შემთხვევაში როგორ ბედავს ადამიანი, რომ იღებს ქვას და არ ტყავს სხვა ადამიანს. აი სად არის ჩვენი სარწმუნოება, სად არის ჩვენი სიკეთე, სად არის არ უნდა გცხონოთ ეს ჩვენ უცხოეთისაგან. საქართველო არის წილხედრი ყოვლადწმინდის ღვთისმშობლისა და აი ეს წილხედრის ადამიანი იღებს ქუჩაში ყრებს ქვებსა და ესვრის სხვა ადამიანებს, რომელიც მისულნი არიან იქ. მე იმედი მაქვს, რომ არავითარ შემთხვევაში ამას აღარ გააკეთებენ ქართველები. თქვენ შეგიძლიათ შევხვდეთ ერთმანეთს, შეგიძლიათ ესაუბროთ, იყამათოთ, მაგრამ ცემა და მით უმეტეს ქვებით ცემა და დარტყმა და იარაღით, მით უმეტეს იარაღის გამოყენება ყოველდღე დაუშვებელია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ დაიძაბება ურთიერთობა ქართველებს შორის, ქართველების მტერს სწორედ ეს უნდა. ეგ უნდა რომ დაიძაბოს და დაიპყრონ მთელი საქართველო. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაამშვიდოს ჩვენი ახალგაზრდობა. თქვენ გახსოვთ, როგორ ლოცულობდა დავით წინასწარმეტყველი. მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი. აი ამას გავალებთ თქვენ ყველას და მთელ საქართველოს. ვილოცოთ ეს, რათა სიმშვიდე მოვიდეს ჩვენთან, ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ ასეთ სასტიკ ღონისძიებას. ჩვენთან არის ღმერთი.